თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სწორედ ის ადგილია, სადაც დანტე ალიგიერი და მისი ღვთაებრივი კომედია ცოცხლდება. რიგით 22-ვე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საჩუქარის ფარგლებში თბილის იტალიელი მსახიობი და რეჟისორი ერმანა მონტანარი და მარკო მარტინელი სტუმრობენ. ჩემი დაინტერესება დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედიით განაპირობა მამაჩემმა, რომელიც ბავშვობიდანვე მიკითხავდა დანტეს პოემიდან ტერცინებს. ამიტომ დანტეს პოემასთან დაახლოება ჩემთვის არ ყოფილა წიგნიდან ნასწავლი, ან სკოლაში დაზეპირებული. მე პოემისადმი გამიჩნდა განუზომელი სიყვარული, რამაც განაპირობა ჩემი და ერმანა მონტანარის დაინტერესება დანტეს ღვთაებრივი კომედიით. რამაც ასევე განსაზღვრა ჩემი თეატრალური ცხოვრება. ძალიან გამოცდილი იტალიელი თეატრის მოღვაწეები ვერქშოპებს ატარებენ ახალგაზრდა მსახიობებთან, ყველასთან ვინც მოისურვებს. უმთავრესად ეს მსახიობები არიან ახალგაზრდები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ წლევანდელი ფესტივალის ეს არის ძალიან დიდი დამსახურება მიქელე პანელასის, სოფო თორთლაძის, ჩვენი მთელი გუნდის, რომ პრაქტიკულად ჩვენ ვეცადეთ, რომ თითქოს იტალიის გარშემო, ამ ფოკუსის გარშემო შემოგვეკრიბა მაყურებელი. იტალიელი ხელოვანების შემოქმედებითი ვიზიტის ფარგლებში ქართველი მსახიობებისთვის ვორქშოპები ტარდება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაერთონ შემოქმედებით პროცესში, გამოსცადონ ხმოვანი თეატრის ფორმა და გადააქციონ სიტყვა მოქმედებად. ზუსტად ისე, როგორც ამას იტალიური თეატრის ოსტატები აკეთებენ. ჩვენ ფესტივალის ფარგლებში პირველად ვიმყოფებით საქართველოში და დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედიის დადგმით შევხვდით ქართველ მაყურებელს, ქართველ ახალგაზრდობას, რომლებიც მთელი სულით და გულით ჩაერთნენ თეატრალურ მუშაობაში. ჩვენ მასტერკლასები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩაგვიტარებია, თუმცა საქართველოში არასდროს ყოფილ ვართ. ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ მომიწია წელს თბილისში მასტერკლასების ჩატარება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია განსაკუთრებული მოვლენაც. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება სპექტაკლი მადრე ნახოს, რომლის მთავარი მსახიობიც სწორედ ერმანა მონტანარია. სპექტაკლი წარმოადგენს პოეტურ მოგზაურობას, დედობის, რწმენისა და ადამიანობის შესახებ, რომელიც ხმას, მოძრაობას და მედიტაციურ თეატრალურ ფორმას აერთიანებს. სპექტაკლის სახელწოდებით მადრე. რამდენიმე წლის წინ დავდგით იტალიაში. სულ მალე კი ჩვენს ნამუშევარს ქართველი მაყურებელი პირველად იხილავს. სპექტაკლში მე განვასახიერებ მხატვარს, მუსიკოსს და ამავდროულად მე ვარ ხმა, რომელიც ისმის სიბნელიდან. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ასევე გაიმართა მარკო მარტინელის ფილმის პრეზენტაცია. ნამუშევარმა რეჟისორის მხატვრული ხედვა კიდევ უფრო ნათლად დაანახა მაყურებელს. ვორქშოპზე დასწრება მსურველებს 5 და 7 ნოემბერს შეეძლებათ.